რომელი არ არის ჩემთანა, იგი მტერი ჩემი არის და რომელი არ შეჰკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. ეს ეხება არა რაღაცა ნაწილს ჩვენი ცხოვრებისას, არამედ მთლიანად გვეხება ჩვენ. მთლიანად გვეხება. ამდენი იმდენ ვისაუბრე, რომ აი ეს სიტყვები ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო. რომელი არა შეკრებს ჩემთანა, მტერი ჩემი არის. ისე კი არა რომ აი ცოტათი ქრისტესთან ვარ, ცოტათი არ გამოვა ესე. რომელიც არ შეკრებს, აქ იგულისხმება მთლიანად საკუთარი თავის მიძღვნა ბოლომდე უფლისადმი და ამ დროს ამის საპირწონედ რაზდებს მტერი ჩემი არის. გესმით? წარწმედას დებს. აბა ქრისტეს მტერი ხვდებით რასაც ნიშნავს. ღმერთი რომელიც სიყვარულია, აი ამ სიტყვებით გვაფხიზლებს. მტერი ხარ ჩემი თეოდორე, შენ თუ ბოლომდე ჩემთან არა ხარ. მთელი შენი ცხოვრება ჩემთან თუ არ შეკრიბე, მტერი ხარ, ამას სახარება ამბობს, სახარებაში უფალი ამბობს. განაბნევ შენ ცხოვრებას და ნუ ეხლა რომ გადავხედავთ ჩვენ ცხოვრებას, განვაბნევთ და იმის იქითაც არის კიდე, რასაც როგორ ჩვენ ცხოვრობ და როგორ ჩვენ ვიქცევით. ამიტომ პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები, რომელიც ასევე დღეს აღმოვიკითხეთ, უკვე ნელ-ნელა რაღაცნაირად აი ესე იხსნება ჩვენთვის წმინდა წერილი. ესე კომპლექსური მიდგომა უნდა და აი ესე ნელა-ნელა და არა ინტელექტუალური უბრალოდ, არამედ მადლისმიერი, სულისმიერი, ჩვენს გულში გამოტარებული, ჩვენ ხორცზე რომ ვიწვნებთ ჩვენს ნებებთან, დაცემულ ბუნებასთან ბრძოლას, რომ ჩვენ ხორცზე რომ ვიწვნებთ მის სიმწარეს, ტკივილებს, გესმით? აი ეს ბრძოლა დაუსრულებელი სანამ პირში სული გვიდგას, მანამდე ვიბძვით, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. მე უკვე მეტნაკლებად ხდება საცნაური, რაზე ლაპარაკობს საერთოდ პავლე მოციქული, ან უფალი რას საუბრობს, ან წმინდა მამები რაზე გვესაუბრებიან. თუ ჩვენ ესე არ მიუდგებით, ვერაფერს ვერ გავიგებთ, არც დაგვაინტერესებს. ამიტომაც არის, თუ ადამიანს წმინდა წერილის კითხვა არ აინტერესებს და თუ ადამიანები წმინდა მამების კითხვას გულს ვერ უდებენ, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მათ არ აქვს სულიერი ცხოვრება. რატომ ვერ იგებს და თუ ვერ იგებს, ერთხელ წაიკითხავ, ორჯერ კურთხევით, სამჯერ, 100-ჯერ და როდემდე იკითხავ, ვერ იგებ, კაცო. არ არის საინტერესო შენთვის ეს. არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ შენთვის აი რაღაცა უცხო ენაზე რაღაც დაწერილი სიტყვებს გავს.